მეორე იდეა. თუ მორალური კანონი არსებობს, მაშინ კანონმდებელიც არსებობს. მეცნიერება სამყაროს შეცნობის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ უნივერსალური არ არის. კარგად ხსნის, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სამყარო, მაგრამ ვერ პასუხობს ფუნდამენტურ კითხვას: რატომ არსებობს მორალური კანონი ადამიანებში? რატომ წარმოიშვა ცივ და გულგრილ სამყაროში რაღაც, რაც ადამიანებს სიკეთისკენ მიაქანებს? ათეისტური მსოფლმხედველობა ამ ფენომენს ვერაფრით ხსნის. მატერიალისტები ამტკიცებენ, რომ ჩვენი სამყაროს წარმოქმნა წმინდა შემთხვევითობაა, მასში არავითარი გეგმა ან მიზანი არ არსებობს. თუ ასე შევხედავთ სამყაროს, მორალზე მსჯელობა გარდაულად ჩიხში მიდის. თუ სამყარო თავისთავად წარმოიშვა, მაშინ ვინ ადგენს წესებს? ვინ თქვა, რომ ბოროტება ნორმა არ არის? შემთხვევით წარმოქმნილ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არ არსებობს, ყველაფერი შეფარდებითია. ეს ნიშნავს, რომ სიკეთე და ბოროტება არ არსებობს, ხოლო მორალი მხოლოდ კონვენციაა. მაგრამ არსებობს სხვა, სულიერი შეხედულება. სამყაროს აქვს გონიერი შემოქმედი, რომელმაც იგი გარკვეული გეგმით შექმნა. უფრო მეტიც, შემოქმედი აშკარად გულგრილი არ არის თავისი ქმნილების მიმართ. მან ადამიანებში მორალური კანონი მათი კეთილდღეობისთვის ჩადო. სულიერი მსოფლმხედველობა ბევრად უკეთ ხსნის, საიდან გვაქვს სიკეთისა და ბოროტების იდეები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად მორალის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, უარყოფთ ვერ შევძლებთ, რომ ყველა რეალურად არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან. თუ ჩვენს სამყაროს აქვს შემოქმედი, რომელიც სიყვარულს, სიკეთეს და ჭეშმარიტებას განასახიერებს, ეს ხსნის, საიდან გვაქვს მორალის სტანდარტი. ღმერთი ჩვენი მორალის სტანდარტია, ის აბსოლუტია, რომლის მიმართაც განვსაზღვრავთ, რა არის კარგი და რა ცუდი. მესამე იდეა. იესოს ღვთაებრიობა. ყველაზე ლოგიკური და სავარაუდო ვერსია. განვიხილეთ ღმერთის არსებობის ერთ-ერთი ლოგიკური დასაბუთება. მაგრამ ჯერ კიდევ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს სწორედ ქრისტიანული ღმერთი. ამისთვის უფრო ახლოს მივხედოთ იესოს პიროვნებას. ქრისტე ამტკიცებდა, რომ ღმერთი იყო. ამ სიტყვების ინტერპრეტაციის მხოლოდ სამი გზა გვაქვს. ის ან იტყუებოდა, ან ცდებოდა, ან სიმართლეს ამბობდა. დაუშვათ იესო უბრალოდ იტყუებოდა თავის ღვთაებრიულ ბუნებაზე. მაგრამ რა აზრი ჰქონდა, რატომ სჭირდებოდა? შესაძლოა ფინანსური სარგებელი, მაგრამ ქრისტე უკიდურესად მოკრძალებულად ცხოვრობდა. შესაძლოა დიდება და ამბიცია, მაგრამ მთელი მისი სწავლება ამას ეწინააღმდეგება. იმ იდეებისთვის, რასაც იესო ქადაგებდა, დევნილდნენ და შემდეგ ჯვარზე აცვეს. ლოგიკური თვალსაზრისით ასეთი ტყუილი უკიდურესად უცნაურად გამოიყურება. ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ღმერთად ასაღებს თავს და სხვებს შეცდომაში შეჰყავს, ნამდვილი თაღლითი და ბოროტმოქმედი უნდა იყოს. თუ იესო ასეთი იყო, მაშინ რადომ ასწავლიდა ადამიანებს სიყვარულს, თანაგრძნობას და მიტევებას? შესაძლოა ქრისტე უბრალოდ შეშლილი იყო და თავი ღმერთად წარმოედგინა, მაგრამ მაშინ რატომ ამჟღავნებდა არა მხოლოდ ჯანსაღ აზრს, არამედ საოცარ სიბრძნეს თავისი ცხოვრების ყველა სხვა სფეროში? ზოგიერთი იესოს მის სწავლებისთვის პატივს ცემს, მაგრამ ამავე დროს მის ღვთაებრიობას არ სწამს. ამბობენ, რომ ქრისტე უბრალოდ ბრძენი და ჰუმანისტია, რომელიც სიკეთეს ქადაგებდა. მაგრამ თუ იესო ღმერთი არ იყო, ღირსია ჩვენი აღფრთოვანების? იმ შემთხვევაში ის მიზანმიმართულად მანიპულირებდა ხალხზე და მისი სწავლება სიკეთეზე უფასურია, ან უბრალოდ გონება არეული იყო, რაც ასევე პატივისცემას არ გვაძლევს. ასე რომ ან გვწამს იესოს როგორც ღმერთის, ან სრულად უარყოფთ მას. მაგრამ თუ გავაანალიზებთ ქრისტეს ცხოვრებას და იმას, რაც ადამიანებს ასწავლა, ყველაზე სავარაუდო და ლოგიკური ვარიანტი ის არის, რომ ის მართლაც ღმერთია.